როგორც ადვოკატები ამბობენ, რეჟიმს ახლა სიმართლის ეშინია, რადგან უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათ ხელშია უთხვარი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა არის გაუმართლებელი, უკანონო და სამართლის საფუძვლებს მოკლებული. როგორც უკვე ვიცით, დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა არ მიიღო და არც კი გადასინჯა მზია ამაღლობელის პატიმრობა. როგორც იურისტები განმარტავენ, ახლა სასამართლოს და პროკურატურაც ორ მთავარ არგუმენტს ეფუძნება მათი გადაწყვეტილებები. პირველი შეეხება მზია ამაღლობელის მხრიდან მოწმეებზე შესაძლო გავლენის მოხდენას და მეორე დანაშაულის ხელახლა ჩადენას. რაც შეეხება პირველ არგუმენტს, ეს დაახლოებით ნიშნავს, რომ თუ მაგალითად პროკურატურა ამტკიცებს ამას, რომ თუ მაგალითად მზია ამაღლობელი გამოვა და პატიმრობაში აღარ იქნება, მას შეიძლება რომ მოწმეებზე რაიმე ფორმით ზეგავლენა მოახდინოს. ამ საქმეში კი არის 4 მოწმე პოლიციელი, რომელიც გამოძიებას ჩვენებას ირაკლი დგებუაძის სასარგებლოდ აძლევს და ამბობენ, რომ მათ დაინახეს, როგორ აუწითლდა ყური და ლოყა ირაკლი დგებუაძეს სილის გაწვნის შემდეგ. და აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომ იმ შემთხვევაშიც კი როგორც იურისტები განმარტავენ, რომ რაიმე ფორმით რომ შეძლოს მზია ამაღლობელმა მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა, ეს არსებითად მაინც არაფერს შეცვლის, რადგან 4-ვე პოლიციელს გამოძიებისთვის უკვე ჩვენება აქვთ მიცემული. ტვინი არ დაუღლია და ვერც დაღლიდა მოსამართლე ამ საკითხზე, რომ უარი ეთქვა შუამდგომლობაზე, საღაზრთან, სამართალთან და გონიერებასთან და სინდისთან და ნამუსთან ახლოს აქ არაფერი ეწერება. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ რა თქვა, იცით? სასამართლომ ვერც კი გარისკა დაენიშნა პროცესი და განეხილა ჩვენი შუამდგომლობა. სასამართლოს შეეშინდა ამის გაკეთების, იმიტომ რომ მაშინ მოუწევდა მზის სინათლეზე გამოსულიყო, იმიტომ რომ ჩვენი არგუმენტებით მივიდოდით პროცესზე და ამ პროცესზე ბრალდებამ უნდა ამტკიცოს, რაც მთავარია, ბრალდებამ უნდა ამტკიცოს, რომ ჩვენი გარემოებები არ არის საკმარისი პატიმრობის შესაცვლელად. არგუმენტი 0 იქნება, თავისთავად ცხადია, მაგრამ აუცილებლად რა მოვაქვეყნებ ამ ასე ვთქვათ სამარცხვინო განჩინებას სასამართლოსი, კიდევ ერთ სამარცხვინო განჩინებას, რომ საზოგადოება მიცოდეს ყოლბაიას საქმენი სადმირონი. და სხვა შემთხვევაში ახლა ხომ ეს არის ამითი ჩვენ განცხადებაშიც ვთქვით, ეს გახლავთ აი ამ გადაწყვეტილებებით მზიას წინააღმდეგ ქართული მართლმსაჯულება თავის სამარცხვინო ისტორიას წერს. არ არსებობს არანაირი რეალური გარემოება, რაც აუცილებლად გახდის პატიმრობის გამოყენებას. პატიმრობა უკიდურესი ზომაა და ამ უკიდურესი ზომის გამოყენების არც ერთი რეალური გარემოება თუ მტკიცებულება არ არსებობს. საქმეის შესაბამისად სასამართლო კვლავ გავლენებს დაექვემდებარა და მისი ეს გადაწყვეტილება სრულიად პოლიტიკურია, გამოიყენება რეპრესიული წესით ქალბატონი მზიას წინააღმდეგ. ჩვენ აუცილებლად გავასაჩირებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ყოველჯერზე პოლიტიკურია და ობიექტურ გადაწყვეტილებას არ იღებს. ამაღლობელი 34 დღეა რაც დაკავებულია, ის ამდენივე დღეა რაც შიმშილობს. მზია ამაღლობელი ახლაც კლინიკა ვივამეთში იმყოფება და მას უტარებენ შესაბამის გამოკვლევებს. კლინიკის კლინიკური ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვითარება ახლა არის სტაბილური, თუმცა ბუნებრივია ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაწყებულ შიმშილობას თან ახლავს სხვადასხვა პროცესები, რომელიც შეუქცევადია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვითარება შეიცვალოს. მდგომარეობა მისი შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურია, უცვლელია, თუმცა შიმშილობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საყურადღებოა მისი მდგომარეობა, ამიტომ რომ ყოველი დღე არის დაკავშირებული გარკვეულ რისკთან. და ეს არის ძალიან სერიოზული და რთული ფიზიოლოგიური პროცესი, რასაც შეიძლება მოყვეს სხვადასხვა ორგანოს თუ პოლიორგანული უკმარისობა და ძალიან ცუდი გამოსავალი. რა თქმა უნდა, წონის კონტროლი რეგულარულად მიმდინარეობს, გუშინაც მოხდა წონის გადამოწმება, მე ციფრებს რა თქმა უნდა ვერ დაგესახურებ. მომდევნო 48 საათში მზია ამაღლობელის უფლებადამცველები მეორე ინსტანციის სასამართლოს მიმართავენ. მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც არის უცვლელი. ადვოკატები ითხოვენ, რომ გაუქმდეს პატიმრობა თავისუფლებით, რამე თუ როგორც თავადვე განმარტავენ და ამბობენ, ამ საქმეში არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ მზია ამაღლობელი სასჯელს ციხეში იხდიდეს.